მამო, დაგლოცეთ. დაგლოცოს გიორგი მართლა. მამო, ადამიანი რასაც თავის თავს პატიობს, სხვა შეიძლება არ აპატიოს იგივე. აი როგორ უნდა ვიყოთ სხვის მიმართ მომთხოვნი, ან ვის უნდა მოვთხოვოთ და ვის არა. მართლაც მეუბნებით, ნამდვილად ხშირად ადამიანი ვერ პატიობს სხვას იმას, რაც არაერთ გზის ჩაუდენია თვითონ. და თუ დავფიქრდებით, თვითონ ჩვენთაგანი ალბათ მივხვდებით, რომ არაერთ გზის ყოფილა ასეთი შემთხვევა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ადამიანების მიმართ ვიყოთ მობიერნი და მაქსიმალურად უნდა გვახსოვდეს ქრისტეს სიტყვები, რომ ჩვენ როგორც მოვექცევით ადამიანს, ამით ღმერთს მოვექცევით ესე და საკუთარ თავის მიმართ მოთხოვნილება რაში გამოიხატება. ეხლა ბუნებრივი ადამიანს ბუნებები აწუხებს, ეს სიზარმაცე იქნება, სიზარმაცე რომ მოვა, არადა ამ დროს თქვათ ლოცვის რომ მოვიდა და მოვთხოვოთ საკუთარ თავს, რომ ავდგეთ და ვილოცოთ უფლის მიმართ. და მოვთხოვოთ საკუთარ თავს, რომ აი თქვათ რაღაც ტრაპეზე ვართ, რაღაც გემრიელი საჭმელია და აი ჩვენი სურვილია რომ რაღაც აი უფრო გადავიღოთ ის გემრიელი საჭმელი, მაგრამ უნდა მოვთხოვოთ თავს, რომ აი მანდ უნდა შევიკავოთ თავი და რაღაცნაირად ეს მოთხოვნილება ჩვენს ნაყროვანებაში არ გადაიზარდოს. ანუ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მომთხოვნი საკუთარ თავის მიმართ და არა სხვის მიმართ. როგორც მაცხოვარი ამბობს, რომ ჩვენაო ხედავთო სხვის თვალში პატარა იმას ხიცვს და საკუთარ თვალში უზამაზ მორს ვერ ხედავთო და ჯერ ამოიღე შენ თვალიდან მორი და მე ნახავ, რომ მის თვალიდანაც ეს იქნება ამოღებული და ასე რომ მოთხოვნილება, რომ მომთხოვნი ვიყოთ ადამიანების მიმართ აუცილებლად საკუთარი თავის მიმართ და სხვის მიმართ არ უნდა ვიყოთ ესე მოთხოვნი. და მამო, აი როგორ უნდა იყოს ჩვენთვის მნიშვნელოვანი სხვა ადამიანი? სხვა ადამიანი მნიშვნელოვანი უნდა იყოს ისე, რომ აი სხვა ადამიანთან ურთიერთობით გავმართლდებით ან წარწყდებით დაგვიფაროს ღმერთმა. სხვა ადამიანთან ურთიერთობით მოხდება ჩვენი თავარი განსჯა. აი ეს უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვერ ვიქცევით ისე სხვა ადამიანის მიმართ, როგორც უფალს უნდა, ამით ჩვენ ვწოდავთ. და ესე იგი არ გვაქვს სიყვარული და თუ კი ადამიანის მიმართ სიყვარული არ გვაქვს, რომელსაც ვხედავთ, როგორ გვექნება სიყვარული უფლის მიმართ, რომელსაც ვერ ვხედავთ. და თუ კი ადამიანს სიყვარული არ გააჩნია, მისთვის ძალიან შორს არის ცათასასუფეველი. როგორც მამა გაბრიელი ამბობს, რომ თუ კი ერთი ადამიანიც არ გიყვარსო, მისი სახით შენ თვით მაცხოვარი მოგიზულებია და ძალიან შორს ახარ ცათასასუფევლისაგანო. მიხოთ იმისა, ცუდი საქციელის ადამიანი იყოს და სიტყვაზე ძალიან ცუდად გექცეოდეს. მაინც აი როგორ დავაძალოთ, მამო. რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანი ცუდი საქციელის იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უნდა გძულდეს ცოდვა და არა ცოდვილი ადამიანი. ჩვენ ამ ცოდვილ ადამიანში უნდა დავინახოთ ხატება და მსგავსება ღვთისა, რომელზედაც აი ეს შაბაკი მომჟდარია და აცდენს ამ ადამიანს და ჩვენ უნდა სითბოთი სიყვარული დაველაპარაკოთ და ვილოცოთ ამ ადამიანისთვის, რომ ბოროტმა დასტოვოს ეს ადამიანი და სწორ გზაზე დადგეს. დიდი მადლობა.